ეს ისეთი ლამაზი პალიტრა არის, რომ ამდენი პალიტრის პატრონმა ბოქსის შარმში, ანუ იფსი ექსტრაში კიდე პალიტრა ამარჩევინა. აი, ულამაზესია, ნახეთ, როგორი საოცარი ფერებია, ეს ცისფერი, იასამნისფერი, ვარდისფერი, ყავისფერი, არ ვიცი, რომელი ერთი ვახსენო, იმიტომ რომ ყველაფერი მესაუბრება აი ამ პალიტრიდან. ულამაზესი არის, მაგრამ მაინც ყველაზე უფრო მეტად, აი ეს მოიისფრო და მოცისფრო ფერები მომწონს, ამიტომ მოდით ვცადოთ და გავიკეთოთ ორ თვალზე ორი სხვადასხვა ფერის მაკიაჟი. ნახოთ, ისეთივე კარგი ხარისხის არის, როგორი ლამაზიც არის თუ არა. პირველ რიგში დავიტანე transition color-ი, ანუ გარდამავალი ფერი და შემდეგ გადავისვი აი ეს მოიისფრო ფერი. ნორმალური ხარისხი გამოდგა, იქიდან გამომდინარე, რომ ესეთი პასტელური ფერი ძალიან ლამაზად და კარგად გამოიკვეთა თვალზე. მომეწონა, აი ეს მბზინავი ელემენტიც ძალიან ლამაზად დაჯდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის, როდესაც მბზინავთან გვაქვს საქმე, ჯობია თითებით ვიმუშაოთ და არა ფუნჯით. რაც შეეხება ამ მეორე მოცისფრო მომწვანო ფერს, ესეც ძალიან ლამაზია, თუმცა მე მაინც მაშინ, როდესაც სრულყოფილ მაკიაჟს გავაკეთებ, ამ პროდუქტებთან ერთად გამოვიყენებ ცოტა უფრო სხვა პროდუქტებსაც იმისთვის, რომ პროფესიონალური ელფერი გქონდეს მაკიაჟს. ეს მაინც უფრო მოყვარულის დონის პალიტრა არის და არ გამოადგება მეიქაპ არტისტებს, იმიტომ რომ ცოტათი უფრო ბაცი ფერები არის, ვიდრე მეიქაპ არტისტს სჭირდება, რომ გქონდეს პალიტრაში. თუმცა აი ესე მოყვარულისთვის სახლში რომ გქონდეთ და მრავალფეროვნებისთვის რომ აი ეს ფერები გამოიყენოს, ძალიან გასართობი და ძალიან სახალისოა.